Სახელმწიფოებისა პირდაპირ ეთერშია ღამის კურიერი, მე ჟურნალისტი ნინო შუბლაძე ვარ. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელს მადლობას უხდის Deep State-ის მხილებისთვის. გასაჯაროებული მონაცემების მიხედვით პრეზიდენტ ტრამპის რუსეთთან ლოიალური დამოკიდებულება არ დასტურდება. 2016 წლის ამერიკის პრეზიდენტის არჩევნების დროს უმაღლესი დონის ოფიციალური პირები ჩართულები იყვნენ ღალატის სტოლფას შეთქმულებაში. მათი მიზანი დონალდ ტრამპის მანდატის შეფერხება იყო. ყველა შეთქმული უნდა გასამართლდეს, ამბობს ტულსი გაბარდი. ირაკლი კობახიძე კი მიიჩნევს, რომ ანალოგიური კამპანია მიმდინარეობს საქართველოში ჯერ კიდევ 2012 წლიდან დღემდე. საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მეთოდებს იყენებს არაფორმალური მმართველობა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაციისთვის, რადგან სიმართლით აღჭურვილი საზოგადოება სახელმწიფოს სიმტკიცის უმთავრესი გარანტია, თქვა პრემიერმა. პარალელურად ვრცელდება არაოფიციალური ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, სადაც საქართველოსთვის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმების საკითხი განიხილებოდა, იტალია და კიდევ 8 სახელმწიფო ამგვარი გადაწყვეტილების წინააღმდეგია. ამასობაში საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლების ყველა შტო გაწმინდა აგენტურისგან. კორუფციას კი დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადა. ვინ არის ეჭვმიტანილი კორუფციაში და ვინაა მხილებული აგენტურულ საქმიანობაში? როგორ წარიმართება საარჩევნო კამპანია ქვეყანაში იმ ფონზე, როდესაც ოპოზიციის ლიდერები საპატიმროში იმყოფებიან, ნაწილი კი ქვეყნის საზღვრის გარედან აპირებს საარჩევნო პროცესის მართვას. ყველა კითხვაზე დღეს ღამის კურიერში პრემიერ-მინისტრის პასუხებს მოვისმენთ. ჩემი სტუმარია ირაკლი კობახიძე და წინ ვრცელი ინტერვიუ გველოდება საღამოშვიდობისა. ბატონო ირაკლი, ძალიან დიდი მადლობა, რომ მონაწილეობთ გადაცემაში. ვისაუბრებთ ბევრ თემაზე, მაგრამ დავიწყებთ თქვენი წერილით, რომელიც დღეს გამოქვეყნდა. თქვენ საუბრობთ ისევ Deep State-ზე, მაგალითად მოგყავთ ტულსი გაბარდის, ანუ ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ბოლო განცხადებები, რაზეც მისამებაშიც ვისაუბრე, სადაც საუბარია, რომ დონალდ ტრამპს 2016 წელს აბრალებდნენ პრორუსობას და ეს დოკუმენტები დღეს არ მტკიცდება და თქვენ თქვით, რომ ანალოგიურ კამპანიას ჰქონდა ადგილი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან და ეს გრძელდება დღემდე. მინდა გკითხოთ, რატომ 2012 წლიდან, ანუ ბოლო პერიოდში მსგავსი განცხადებები მოგვისმენია ეს უკრაინის ომის შემდეგ და კონკრეტული ვთქვათ რაღაც ფაქტებიც მოგვისმენია, თუ რატომ ხდება ეს და როგორ იყო ეს ახალმოსულ ხელისუფლებაზე, როდესაც თითქოს ჩანდა, რომ დასავლეთთან ხელისუფლებას ჰქონდა ძალიან კარგი ურთიერთობა, ის ყველა ნაბიჯი ევროპულ გზაზე იქნა რაღაც წარმატებით გადალახული, ხო ეს ასოცირება უვიზო ასე შემდეგ გულისხმობ. ანუ რას ეფუძნება ის, რომ 2012 წლიდან მსგავსი ტიპის რაღაც ძალები ხელისუფლების წინააღმდეგ მოქმედებდა? ნუ რეალურად ყველა სახსოვს, არა მხოლოდ 2012 წლიდან, სხვათა შორის 2011 წლიდან დაიწყო უკვე კამპანია ქართული ოცნების დამფუძნებლის წინააღმდეგ, ბატონი ბიძინევილიშვილის წინააღმდეგ და ზოგადად ამ ახალი მოძრაობის წინააღმდეგ, ქართული ოცნების წინააღმდეგ თავის დროზე და მთავარი, ასე ვთქვათ, ლაიტმოტივი ამ კამპანიის იყო ის, რომ თითქოს ახალი პოლიტიკური ძალა გაჩნდა რაღაც რუსულ საწყისებზე. ანუ სათავეს იღებს ეს კამპანია 2011 წლიდან. ჯერ კიდევ პრაქტიკულად პარტიაც არ იყო დაფუძნებული. როდესაც როცა ბიძინევილიშვილმა გააკეთა 2011 წლის ბოლოს განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს ეს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა, ხო? ეს არის ეგრეთ წოდებული Deep State-ის ხელწერა. აქ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ Deep State არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინს ვიყენებდით, სხვათა შორის ამასაც შევახსენებ საზოგადოებას. ჩვენი ტერმინი, რაც ვიყენებდით, იყო გლობალური ომის პარტია და რასაც ჩვენ უწოდებდით გლობალურ ომის პარტიას, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია როგორც Deep States. და რეალურად ხელწერა არის უცვლელი ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად ერთი და იგივეა, იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი რაღაც იარლიღი, პრორუსი და როდესაც ჩვენ გინდა ისეთი პოლიტიკური ძალა, ასე ვთქვათ, გამოიყვანო დისკრედიტირებულად, რომელიც არ მოგწონს, აწებებ მარტივად ძალიან მარტივად მას პრორუსის იარაღს. და ეს ხდება სხვადასხვა ქვეყანაში, ხო? იგივე რომ გავიხსენოთ ვიქტორ ორბანი, ჩვენი მეგობარი, ისიც მოიხსენიება როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და თქვენ რომ ნახოთ ახლა არც პრორუსულობის არავითარი ნიშანწყალი არ არის უნგრეთში და არც სხვა ტერმინებსაც იყენებენ ხოლმე ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ, დიქტატორი და ამ შემდეგ. რეალურად თქვენ გახსოვთ მაგალითად 2012 წლამდე რა მდგომარეობა იყო ქვეყანაში, თავის პატიმრების წამებით, ბიზნესის რეკეტით და ამ შემდეგ, ხო, უამრავი დანაშაული, მედიის მონოპოლიზება, დაყაჩაღება და ამ შემდეგ. მსგავსი არაფერი ხდება უნგრეთში. და ამ დროს უნგრეთი მოიხსენიება როგორც
დიქტატურა, როგორც პრორუსული სახელმწიფო, ამ დროს საქართველოში რა ხდებოდა 2012 წლამდე. მთელი ეს უბედურება, დემოკრატიის ხელყოფა, ადამიანის უფლებების ხელყოფა, რუსეთისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება და ამ დროს ეს ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა და ანტირუსული ხელისუფლება. როდესაც სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში, ყოფილი ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რეალურად საკუთარი გავლენა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთმა. ეს იყო ტერიტორიული გავლენა. 20%-ის ოკუპაცია განხორციელდა სწორედ მაშინ 2004-12 წლების განმავლობაში 2008 წელს და ეს იყო ეკონომიკური ექსპანსია. ხო თქვენ გახსოვთ უამრავი სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტი მიიღეს ხელისუფლების პირობებში რუსეთის ფედერაციას და რუსულ კომპანიებს. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, უამრავი ფაქტის მიუხედავად, წინა ხელისუფლება იყო ანტირუსული და წინა ხელისუფლება იყო დემოკრატიის შუქურა. ეხლა არის სრულიად განსხვავებული ფაქტები, როდესაც ქვეყანას ხავს ხელისუფლება, რომელიც ერთადერთ რამეს იცავს, ეს არის ეროვნული ინტერესები, ქართული სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენ ვართ ხელისუფლება, რომლის პირობებში ერთადერთი ხელისუფლება, რომლის პირობებშიც რუსეთს საკუთარი გავლენა ჩვენს ტერიტორიაზე არ გაუფართოებია, არც ტერიტორიული კუთხით და არც ეკონომიკური კუთხით. ეს არის ფაქტები, მშრალი ფაქტები. ყველაფერი დანარჩენი არის უბრალოდ ის deep state-ის დადგმული სპეკულაციები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ხო, იგივე ხდება, თქვენ რო გაყვეთ ეს საინტერესო რა არის, გეოგრაფიული არეალი არის პრაქტიკულად შეუზღუდავი. თქვენ რო დაუჯეროთ deep state-ს და მის აგენტურას, რუსეთი გამოდის მსოფლიო იმპერია. იმიტომ რომ სადაც არ უნდა წახვიდეთ, გავლენიან ძალებზე როცა არის საუბარი, წამყვანი ოპოზიციური ძალები რო ავიღოთ. საფრანგეთში ყოფილა რუსეთის მარიონეტი, უნგრეთში მთელი ხელისუფლება ყოფილა პრორუსული, სლოვაკეთში, სერბეთში და ასე შემდეგ. ხო, არის უამრავი დასავლეთ ევროპის ქვეყანა საფრანგეთთან ერთად, გერმანიის მთავარი ოპოზიციური პარტია ასევე მოიხსენიება როგორც პრორუსული და რუსეთის აგენტურა და ასე შემდეგ. აფრიკა, ჩინეთი, აზია და ასე შემდეგ, ლათინური ამერიკა, ანუ რო გაყვეთ deep state-ის ასე ვთქვათ მესიჯებს, გამოდის რომ მთელი მსოფლიო ჩაუგდია ხელში რუსეთის ფედერაციას და უფრო მეტიც თავის როზე ტრამპის არჩევაშიც მიუღია მონაწილეობა რუსეთს. ანუ ამერიკა მის ხელში იყო, ლათინური ამერიკა მის ხელში იყო, რუსეთის ხელში იყო, აქეთ უნგრეთი, სლოვაკეთი, სერბეთი, საქართველო, საფრანგეთში და რუმინეთში ლაიმის რუსეთმა მოიყვანა თავის ხელისუფლება, მსოფლიო იმპერიად გამოყოთ. ხო, სინამდვილეში რა ხდება? არის მარტივი სპეკულაცია, შენ გაქვს მტრის ხატი და შენს ოპონენტს ასე ვთქვათ უკავშირებ აღქმაში ამ მტრის ხატს. აი უმარტივესი მართლა გებელსისეული მეთოდია, ხო? მარტივად არსებობს მტრის ხატი, შენი ოპონენტი უნდა დაუკავშირო ამ მტრის ხატს და დარჩენილი არც არგუმენტები არაფერი არ არის. საინტერესო უბრალოდ აგენტურამ ეს სიტყვა უნდა იმეოროს მუდმივად. ეს არის ერთადერთი, ასე ვთქვათ, რაც აძლევს ძალას ამ პროპაგანდას, რომ შენ ყავს აგენტურა და ამ აგენტურამ არაფერი არ უნდა იძახოს გარდა რუსულის. გახსოვთ იგივე გამჭრელობის კანონის შესახებ დისკუსია. რაიმე შინაარსში შევიდა ვინმე. არაფერი რუსული კანონი იძახეს, მორჩა. შინაარსი არავის არ აინტერესებდა. აქაც იგივეა ხელისუფლება, არჩევნების შედეგები არ მოეწონათ. ეს იყო რაღაც რუსული სპეცოპერაცია, რუსულმა პარტიამ გაიმარჯვა. ეს ხო ძალიან უხეში და მარტივი გებელსისეული მართლა უხეში პროპაგანდა. საზოგადოება რასთავარი ამას არ ყიდულობს. ანუ საზოგადოება აფასებს სწორად ყველაფერს და ამის გამოა რომ ამ პროპაგანდას მიუხედავად იმისა რომ თავის ძალა აქვს ბუნებრივი ამ პროპაგანდას საბოლოო ჯამში მაინც არ აქვს ის ეფექტი რაც deep state და global warming-ის რატომ და რა ინტერესი ქონდა ძალებს 2012 წლიდან ეს თავიდანვე ვიკითხე და ამაზე მინდა რომ მოვისმინოთ თქვენი პასუხი იმიტომ რომ ეს განცხადებები რაზეც თქვენ საუბრობთ დღეს სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარემ სტატუსის გამოაქვეყნა ანუ ანალოგიური შინაარსის დაახლოებით რაც თქვენი წერილი იყო ამის გაგრძელება იყო და დაურთო ვიდეო სადაც სწორედ ეს განცხადებებია 2012 წლიდან მოყოლებული. ვნახოთ ეს განცხადებები, მაგრამ მოვისმენ პასუხს, აი მაშინ რა ინტერესი იყო. ბოლო წლები გასაგებია 2012 წლიდან ეს ყველაფერი თუ ამის შედეგი იყო, აი ხა რა განცხადებებსაც მოვისმენთ, რა იყო მაშინ ინტერესი და მოდით მოვისმინოთ და ისე მოვისმენთ მე თქვენს პასუხს. ეს არის კრემლი და ეს არის პუტინი. ჩამოუყარეს FSB-ში დიკებით და თავრობაში დაგვიშვეს. დღევანდელი ხელისუფლება შესაძლებლობას აძლევს რუსეთს, რომ გეგმაზომიერად განახორციელოს ყველა საკუთარი ჩანაფიქრი. ქართული ოცნების მხრიდან
რუსული ტიპის დიქტატურის და რუსეთზე ორიენტაციის აღების შესახებ. საქართველოს ახლა ხავს მთავრობა, რომელიც რუსეთის რეჟიმს იმეორებს. ქართული ოცნება, რომელიც არის რუსეთის მხარეს, აერჩიეს პრორუსული სტილის პოლიტიკა, პრორუსული მთავრობა. რუსული მიმართულებით მოძრაობა. რუსული რეჟიმი, ქართული ოცნება არის რუსული ოცნება. რუსული რეჟიმი, რუსული ოცნება, სულ ასეთი განცხადებებია, მაგრამ იწყება 2012 წლიდან. დიახ. ნუ 2012 წელს რაც შეეხება, მანდაც მარტივად არის საქმე. რეალურად მაშინ მოქმედებდა სწორედ Deep State-ის აგენტურა, საქართველოს ხელისუფლებაში იყვნენ ისინი მოსული 2004-დან 12 წლამდე და ძალიან კარგად დაგვამახსოვრეს თავის სწორედ Deep State-ის ესეული ხელწერით, რა ახასიათებს ყველაზე მეტად Deep State-ის აგენტურას განსაკუთრებით ჩვენი ტიპის ქვეყნებში. ეს არის დემოკრატიის სრული ხელყოფა, ადამიანის უფლებების სრული ხელყოფა, მედიის მონოპოლიზება, სიტყვის თავისუფლების სრული ხელყოფა, ადამიანების წამება და ასე შემდეგ, ხო? გვახსოვს იგივე ქართული გვანტანამო მოაწყვეს ჩვენს ქვეყანაში, ხო? მედიას რაც შეეხება, რა მდგომარეობაც არის ევროპის მასშტაბით მთლიანად მონოპოლიზებული მედია, ის რეალობა დაამკვიდრეს საქართველოში 2012 წლებში და ასე შემდეგ, ხო? ეს იყო მაშინდელი ხელწერა 2012 წლებში საქართველოში მოქმედებდა Deep State-ის აგენტურა, ისინი იყვნენ ხელისუფლებაში და უცბად 2011 წლის ბოლოდან 2012 წელს ამ აგენტურას შეექმნა საფრთხე. და სწორედ ამას უკავშირდებოდა ის, რომ ჯერ კიდევ მაშინ ამ აგენტურამ დაამკვიდრა ეს ტერმინი, ხო, პრორუსული, რუსული და ასე შემდეგ მათ უნდათ თავიდან აერიდებინათ ხელისუფლებიდან აგენტურის ჩამოშორება. მე კიდევ ერთხელ გავიხსენებ თუ რამდენი უბედურება მოუტანა ამ აგენტურამ ჩვენს ქვეყანას, თუმცა მალობა ღმერთს პროცესების ხონერად წარიმართა, მაშინაც არავინ დაიჯერა ეს ასე ვთქვათ, გზავნილები პრორუსულობასთან დაკავშირებით და საბოლოო ჯამში მაშინაც ისევე როგორც ახლა 12 წლის თავზე 2024 წელს ქართულმა ხალხმა გააკეთა არჩევანი სწორედ ეროვნული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ და არა პრორუსული, პროდასავლური თუ ასე შემდეგ. ჩვენი პოლიტიკური ძალა სწორედ ამით გამოირჩევა. ჩვენ ვატარებთ ეროვნულ ინტერესებს და საბოლოო ჯამში მივყვებით სწორედ სახელმწიფო ინტერესებს და ეს არის უმთავრესი ამოსავალი წერტილი. თქვენ როდესაც Deep State-ზე საუბრობდით აი წინა პერიოდშიც განსაკუთრებით და ახლაც აქტუალური გახდა ისევ ეს მეორე ფრონტის საკითხი და რაღაც საქართველოს ომში ჩართვის თემა, ეს გასაგები იყო როდესაც უკრაინის ომი დაიწყო და მაშინ იყო რაღაც მართლა ომი იწყებოდა, სამხედრო აგრესიის მოლოდინი, გვახსოვს პირდაპირი მოთხოვნები ხო რაღაც თქვენს არაერთხელ გითქვამთ იგივე მოხალისეების გაგზავნაზე, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე. დღეს რატოა ეს აქტუალური, როდესაც დღესაც საუბრობთ, ანუ ვის ინტერესია დღეს, როდესაც პირიქით თითქოს მსოფლიო ცდილობს რომ უკრაინის ომიც დასრულდეს, ხო, ამერიკის ინტერესიც აქ არის და თავად უკრაინა რუსეთიც ცდილობს ცეცხლის შეწყვეტისთვის რაღაც საერთო ის გამონახონ. ვის ინტერესია დღეს მაშინ მეორე ფრონტის არსებობა? ნუ რეალურად ტრამპის გარდა არავინ ცდილობს ომის დასრულებას. პირიქით თქვენ თუ დააგვირდებით ევროპელი პოლიტიკოსების რიტორიკას, უმრავლესობას გულისხმობ, მთლიანად არის მომართული ეს რიტორიკა ომის გახანგრძლივებისკენ. პირდაპირ ომის რიტორიკა წარმოებს ევროპელი პოლიტიკოსების, ასე ვთქვათ, მეშვეობით და ძალიან მკვეთრად ჩანს. ინტერესი, Deep State-ის ინტერესი არის, რომ გახანგრძლივდეს ომი, რაც შეიძლება დიდხანს, ამდენ ხანს გაგრძელდება რთული ამის პროგნოზირება, მაგრამ აშკარად იგვეთება Deep State-ის ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტად გახანგრძლივდეს ომი. რა თქმა უნდა, ომის გახანგრძლივებისთვის ერთ-ერთი კარგი საშუალება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ბუნებრივია ეს შესძლო თეორიული სცენარი და პრაქტიკული სცენარი განადგურებას უქადეს ჩვენს ქვეყანას, მაგრამ Deep State-ისთვის იქნება ძალიან მომგებიანი. სხვადასხვა მიზეზის გამო, პირველ რიგში იმის გამო, რომ ეს მოახდენს რუსეთის ფედერაციის დამატებით დისკრედიტირებას და ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ეს ასე ვთქვათ პროპაგანდა მარდაკარგოს თავისი ძალა და მეორე სამხედრო თვალსაზრისითაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და დიდი ხნით წინააღმდეგობის გაწევა გაგვიჭირდება, რა თქმა უნდა რუსეთს მეორე ფრონტი შეუქმნის პრობლემებს. ხო, როცა გავიხსენოთ კურსკის სპეცოპერაცია, რაც ჩატარდა უკრაინელების მიერ, აქ საუბარია რეალურად კურსკის ოპერაციაზე, ხო ცოტა უფრო დიდი მასშტაბით. რა თქმა უნდა ეს პრობლემა იქნება რუსეთისთვის და ამას ესწრაფვიან Deep State-ის წარმომადგენლები და ამას ესწრაფვის მათი აგენტურა. აქედან გამომდინარე მეორე ფრონტის ინტერესი არსად გამქრალა, უფრო მეტიც გამომდინარე იქიდან რომ დღეს ძალიან აშკარად გამოიკვეთა ომის გახანგრძლივების ინტერესი და ამაზე საუბრობენ დღენიად აქ ევროპელი პოლიტიკოსები, მათი უმეტესობა, რა თქმა უნდა,
სახეზეა მეორე ფრონტის ინტერესიც. აქედან გამომდინარე არავის უნდა გვერდეს რომ ზეწოლა ქვეყანაზე გრძელდება, საქართველოსზე გრძელდება, ვიდრე არ გაქრება ომის ინტერესი, მანამდე ეს ზეწოლა აუცილებლად იქნება. და ბატონო ირაკლი, თქვენ თავად თქვით, რომ ერთ-ერთი ტრამპია, ამერიკის პრეზიდენტი, ვისაც არ სურს, ვისაც სურს, რომ უბრალოდ ეს ომი დასრულდეს. არადა ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, როგორც აი ყოფილმა ელჩმა უკვე დანიგანს გულისხმობ, თქვა, გამოგზავნილი იყო ახალი გზავნილები, თქვა, სახელმწიფო მდივნისგან არ შედგა ეს შეხვედრა. შემდეგ მოვისმინეთ საკუთწავე განცხადებები, რომ ეს წერილი საქართველოს გაგზავნილი იყო რაღაც პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი მუქარი შემცველი შეურაცხყოფელი არასერიული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში. ანუ ასეთი ტიპის განცხადებები მოვისმინეთ და მოვისმინეთ ის რომ ამ სახელმწიფო მდივნის წერილის გაცნობა აქ არ მოხდა. რატომ მაშინ? იმიტომ რომ თუ ახალი ადმინისტრაციისგან ველით რაღაც ახალ გზავნილებს და იყო მოლოდინი ხო რომ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ შესაძლოა საქართველოს ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვა დაიწყოს. აი როგორ ხედავთ მაშინ ამ პროცესს იმ ფონზე, როდესაც ჯერ ესეთი კომუნიკაცია ასე ვთქვათ არ შემდგარა. ახალ ელჩს ელოდება ქვეყანა თუ აი სად არის ქართულ-ამერიკული ურთიერთობები დღეს? ამერიკულ გზავნილს ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა მისამართიდან მოდიოდა ეს გზავნილი და გამომდინარე ალბათონი დანიგანის უშუალო კავშირებიდან გვაქვს ეჭვი რომ ეს გზავნილი მოდიოდა სწორედ იმ დანაყოფიდან სახელმწიფო დეპარტამენტში რომელიც მოქმედებს კვლავაც Deep State-ის გავლენით. და ამ ლოგიკას ამყარებს რა? ჩვენი პასუხი იყო საჯარო, ბატონ ბიზნაევანიშვილის პასუხი იყო საჯარო, მან განაცხადა შემდეგი რა. ბიზნაევანიშვილი არის დღეს შანტაჟის ქვეშ. პირდაპირ ფინანსური ინსტრუმენტები გამოიყენება, არა მარტო ფინანსური, ხო, სანქციები, მანამდე იყო დე-ფაქტო სანქციები, ფინანსების გაჩერება შვეიცარიულ ბანკში. ბატონ ბიზნაევანიშვილი დღეს მოქმედებს შანტაჟის ქვეშ. და რაც შეეხება ხელისუფლების ლიდერებს, მაგალითად პრემიერ-მინისტრს ხვებს, ხო? ჩვენ შემთხვევაში ანალოგიური, ასე ვთქვათ, ტიპის შანტაჟი არ მოქმედებს, ხო? ანუ ჩვენ არ ვართ არც ფორმალური და არც არაფორმალური ამერიკული სანქციების ქვეშ. ამიტომ ჩვენთვის გაუგებარი უნდა იყოს, ბუნებრივია, რატომ თქვენს ელჩმა და შესაბამისმა პირებმა უარი მაგათად პრემიერ-მინისტრისთვის ამ გზავნილის გადმოცემასა და გაზიარებასა. რა თქმა უნდა, ეს გზავნილი ყველა შემთხვევაში მიაღწევდა ბატონ ბიზნაევანიშვილამდე, ხო, ანუ ამის პრობლემა ხო ბუნებრივია არ იყო, ხო, რატომ თქვენს უარი? აქ პასუხი მარტივია, ხო, ჩვენი ეჭვი ასე გამოტანებული, ხო, დელჩმა თქვა. ხო, მაგრამ პირადი რატომ? ხო, ანუ რაღაც ახსნა უნდა გქონდეს. ჩვენ რა ლოგიკაც გვაქვს, მე მგონი ეს არის ძალიან საფუძვლიანი. ბატონ ბიზნაევანიშვილი არის შანტაჟის ქვეშ, პრემიერ-მინისტრი მაგალითად არ არის შანტაჟის ქვეშ, კონკრეტულ ადამიანებს, Deep State-ის წარმომადგენლებს, ჩვენი ძალიან მარტივი და ცხადი ლოგიკით სურდათ ამ გზავნილის გადაცემა მაინც და მაინც იმ ადამიანისთვის, რომელიც სწორედ რომ შანტაჟის ქვეშ იმყოფება. სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ აქვს. ჩვენ შევთავაზეთ ბატონმა ბიზნაევანიშვილმა უშუალოდ შესთავაზა ელჩს, რომ გაეზიარებინა ეს გზავნილი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლებისთვის, თუმცა ამაზე ითქვა უარი. ხო, რა ახსნა შეიძლება ქონდეს ამას? თუ გზავნილის მიტანა გინდა თლიანად ხელისუფლების ლიდერებამდე, ბიზნაევანიშვილამდე, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელებამდე, რა თქმა უნდა, შეგიძლია მიხვდე მაგალითად პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნებისმიერთან, უმაღლეს თანამდებობის პირთან და შეგიძლია ეს გზავნილი გააზიარო. მაგრამ განსხვავება ეს იყო, პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვები არ იმყოფებიან არც ფორმალური და არც არაფორმალური ამერიკული სანქციების ქვეშ და როგორც ჩანს, მიზანი სწორედ ეს იყო, სწორედ იმ ადამიანისთვის გაეზიარებინა Deep States, არა ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ ამ შემთხვევაში Deep States ის გზავნილი იმ ადამიანისთვის, რომელიც სწორედ შანტაჟის ქვეშ იმყოფება. და მაშინ ახლა როგორ გეგმავთ, იმიტომ რომ სახელმწიფო მდივანზე იყო საუბარი პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციიდან, ამ წერილის ავტორი, როგორ ხედავთ ამერიკასთან ურთიერთობების გადატვირთვის დაწყებას, თუ რამე კომუნიკაციის აღდგენას, იქნება ამის ერთ-ერთი ინდიკატორი, ვთქვათ, ახალი ელჩი, ელოდებით რომ ახალი ელჩი ახალი ადმინისტრაციის გზავნილებით ჩამოვა, ვთქვათ. როგორია თქვენი ბიზნაევანიშვილის ერთგვარი უარის შემდეგ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი რამ. ერთ დღეს რეალურად გადააყენეს ამერიკის ელჩი საქართველოში და იმავე დღეს ჩვენ მივიღეთ ეგრეთ წოდებული აგრემანი, ანუ თანხმობა საქართველოს ელჩის დანიშნაზე და დაინიშნა თამარ ტალიაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩად. ეს მოხდა დემონსტრაციულად ერთ დღეს და ეს მოხდა სწორედ მას შემდეგ, რაც
ასე ვთქვათ, ითქვა უარი წერილის მიღებაზე. Რა თქმა უნდა, ეს არის ერთგვარი ჟესტი და ჩვენ მადლობელი ვართ ამ ჟესტისთვის, იმიტომ რომ რეალურად კიდევ ერთხელ შეიძლება თამამად ითქვას, რომ წინა ორი ელჩის პირობებში, მანამდე იყო მესამეც, იქაც ბევრი რამ გაფუძდა, მაგრამ განსაკუთრებით წინა ორი ელჩის პირობებში თვისებრივად გაუარესდა ქართულ-ამერიკული ურთიერთობები და კონკრეტულად ელჩებმა შეიტანეს ამაში ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი სამწუხაროდ. Რა თქმა უნდა, ელჩის გადაღენება, ჩვენი ელჩისთვის თანხმობის მიცემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი. მთავარია რომ ამას კონდეს შემდგომი განვითარება და ჩვენ ამას ველოდებით. ჩვენ ველოდებით არა იმ მცდელობას, რომ შანტაჟის ქვეშ რაღაც გზავნილები გაგვიზიარონ, არამედ ველოდებით ჯანსაღ და სამართლიან დამოკიდებულებას. თუ იქნება ჯანსაღი და სამართლიანი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ, რომ ვერაფერი დაუდგება წინ ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ გვაქვს ძალიან ხმამაღალი და მაღალი განაცხადი გაკეთებული, ხო? ჩვენ გვაქვს ნათქვამი მარტივი რამ. მაქსიმუმზე გვაქვს განაცხადი გაკეთებული, როგორც კი გადმოიდგება ნაბიჯი, ჩვენ მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან, მთლიანად სუფთა ფურცლიდან, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი რამ გაფუძდა, მზად ვართ, რომ სუფთა ფურცლიდან განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და უფრო მეტიც მზად ვართ, რომ ეს გავაკეთოთ კონკრეტული გზამკვლევით, სადაც აესახება ორმხრივი სარგებელი, როგორც საქართველოსთვის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებისთვის. ამაზე ხმამაღალ განაცხადს ვერ გააკეთებ. ვართ ვოლოდენის რეჟიმში და იმედი გვაქვს, რომ მივიღებთ შემოხვედრა ნაბიჯებს. რაც შეეხება ევროპას, ბოლო პერიოდი ისევ გააქტიურდა უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის საკითხი. ვნახეთ ჩვენ კომისარ კაია კალასის 8 პუნქტიანი გზავნილი, იქ არის საუბარი მიღებული კანონების გადახედვაზე და ასე შემდეგ. მოკლედ, გეგმავს ვთქვათ რაიმეს ქართული მხარე ამ შემთხვევაში იგივე ამ კანონებთან მიმართებაში და არსებობს მოლოდინი, მიუხედავად იმისა, რომ თქვა დღეს თქვენს გაეცნობოდით რადიო თავისუფლების ჟურნალისტის მოსაზრებას, რომ იქ იტალიამ და სხვა სახელმწიფოებმა უარი თქვეს საქართველოს საკითხის განხილვის დროს, მაგრამ ეს რამდენად საბოლოო ინფორმაცია არ ვიცით, ამიტომ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და გაქვთ მოლოდინი, რომ შესაძლოა რეალურად დადგეს ამ უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი, თუ ესეც რაღაც ერთგვარია, თქვენ თავად ამბობთ ხოლმე, რომ რაღაც ჩანტაჟის მექანიზმია და შეიძლება რაღაც წინასაარჩევნო განცხადებების ბით შემოიფარგლოს ევროპა. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს პროცესი არის უკიდურესად უსამართლო ქართული ხალხის მიმართ და აქაც ერთი ფაქტი მინდა გავიხსენო. ხშირად ვადარებთ ხოლმე მოლდოვას, ჩვენს ქვეყანას და აღარ მინდა გავიხსენო შედარებები, კორუფცია ყავის მოლდოვაში, უკიდურესი სისუსტე ინსტიტუტების, DST-ის წევრია, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ანუ უამრავი პრობლემაა მოლდოვაში. ამის მიუხედავად მოლდოვა ამის გამოცხადებულია ახალ დემოკრატიის შუქურად, იქ პარტიებს გძალავენ, მაგრამ ეს ძალიან კარგია, პირიქით აქებენ ამისათვის, პოლიტიკოსებს იჭერენ, ესეც საკებარ სიტყვებს იმსახურებს, საქართველოში ეს ყველაფერი არ შეიძლება და აშკარად სახეზეა უსამართლობა, ხო? როდესაც ჩვენ ვადარებთ ერთმანეთს საქართველოს და მოლდოვას და ეხლა საჩანს კიდევ ერთი უსამართლობა უშუალოდ ქართველი ხალხის მიმართ განსაკუთრებით. მოლდოვაში ჩატარდა რეფერენდუმი ევროკავშირში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. და მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45% იყო მომხრე. 45% იყო მომხრე. და საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ ევროპული ბიუროკრატიის ძალისხმევით შემცირდა ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ნდობა არა მარტო სამწუხაროდ ევროპული ბიუროკრატიის მიმართ, არამედ ევროკავშირის როგორც ასეთის მიმართ, მხარდაჭერა არის ჯერ კიდევ ბევრად უფრო მეტი ვიდრე 50%. ასეთია ვითარება. აქ არის პროევროპული მოსახლეობა და მოლდოვაში მხოლოდ 45%-მა. მოლდოვაში მცხოვრები მოსახლეობის მხოლოდ 45%-მა გამოცხადა მხარდაჭერა. კი, 55-მდე, ბოდიში თუ არ 52%-მდე. 52 მახსოვს, შეიძლება ვსწრები, 52%-მდე გაიზარდა თუ არ ვსწრები ეს რიცხვი, თუმცა რეალურად მოლდოვაში მიცხოვრობს იმ მოსახლეობის 55%-მა დაუჯერა მხოლოდ მხარე ევროინტეგრაციას. და ასეთ პირობებში შენ გადაწყვეტე დასაჯო საქართველოს მოსახლეობა და შეუქმნა სხვა პირობები მოლდოვის მოსახლეობას. ხო, იმდენად ცხადია ეს ორმაგი სტანდარტი, რომ უბრალოდ არც მათაც სამარცხვინოა ის, ასე ვთქვათ, ქმედებები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. მაგრამ ელით რომ რეალურად ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა იყოს. პირველ რიგში მადლობა უნდა გადაუხადოთ ყველა იმ ქვეყანას, რომელმაც მხარდაჭერა გამოხატა ქართული ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ და როგორც აღინიშნა
უცხოურ წყაროებში იყო საწინააღმდეგო მოსაზრეები ქართული ხალხის დასჯასთან დაკავშირებით და მალობა თითოეულ ამ ქვეყანას კიდევ ერთხელ არ ვიცით ძალიან არაპროგნოზირებადი გახდა დღეს საკავშირო ხელისუფლება ევროკავშირის ხელისუფლებას გულისხმობ დაახლოებით ისეთი ვითარება როგორიცაც იყო საბჭოთა კავშირის ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისში მართლა არავითარი განსხვავება განსაკუთრებით არაპროგნოზირებადობის კუთხით მე მგონია რომ მაინც პრაგმატულ ნაბიჯს გადადგავენ პრაგმატული კუთხითაც რო შევხედოთ ჩვენ ევროკავშირის ინტერესებში არანაირად არ შედის ვიზა ლიბერალიზაციის გაუქმება შეჩერება ჩვენი ქვეყნისთვის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის თუმცა აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია დღეს საკავშირო ხელისუფლება აქედან გამომდინარე არ ვიცით მაგრამ ნახოთ ჩვენ მშვიდად ველოდებით მოვლენების განვითარებას რა თქმა უნდა ქართულ ხალხს ვერც ასე და ვერც ისე ვერავინ მოატყუებს და უსამართლობაზეც ქართულ ხალხს ექნება ისეთივე მძაფრი რეაქცია როგორი რეაქციაც ჰქონდა გასული წლის 26 ოქტომბერს როდესაც მოსახლეობა დაირაზმა უპრეცედენტო რაოდენობით გამოვიდა საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირა მშვიდობის კურსს და უარი უთხრა იმ სამარცხვინო ორმაგ სტანდარტებს, რომლებსაც თავს გვახვევდა ევროპული ბიუროკრატია. ანალოგიური რეაქციას ელოდებით საზოგადოების მხრიდან ბევრი საუბრობს, რომ რაღაც ამას მოყვება პროტესტი, ვიზის გაუქმებას, ამ სცენარს ელოდებით თუ ვთქვათ პირიქით, რაღაც მოგეთ მოსახლეობის ბრაზი იქნება ევროპის მისამართი თუ ხელისუფლების მისამართი და რა მოლოდინი გაქვს. არსებობს მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, რომლისთვისაც ვიზის რიგში არ ჩადგომა არის უმაღლესი ღირებულება და უმაღლესი პრიორიტეტი. თუმცა მოსახლეობის უმრავლესობას აქვს სხვა პრიორიტეტი. ხო ძალიან კარგად აქვს გააზრებული რეალურად რა არის ეროვნული პრიორიტეტები ჩვენი ქვეყნისთვის ეს არის მშვიდობის შენარჩუნება ეს არის სტაბილურობის შენარჩუნება ეს არის ღირებულებების შენარჩუნება ეს არის ეკონომიკის განვითარება და ასე შემდეგ ხო საბოლოო ჯამში თუ ვინმესთვის არის უმაღლესი პრიორიტეტი ვიზის რიგში არ ჩადგომა რა თქმა უნდა გამოვა ქუჩაში და გააპროტესტებს მაგრამ ბუნებრივია ეს ვერ იქნება მოსახლეობის უმრავლესობა პირიქით მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა დადგება სწორედ მშვიდობის სტაბილურობის ხარეს ხო ეს ხო თან ეს რო იყოს პირველი ცდილობა ხალხის მოტყუების კიდე შეიძლება რაღაც მეტი რისკი ყოფილიყო მაგრამ უკვე იმდენჯერ სცადეს ამ სამარცხვინო ორმაგი სტანდარტებით და მანიპულაციებით ქართული ხალხის მოტყუება ჯერ გახსოვთ იგივე კანონთან დაკავშირებით მეორეჯერ კანონთან დაკავშირებით სხვა საკითხებთან დაკავშირებით 4 წლის განმავლობაში სწორედ მანიპულაციებით მანამდე კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება მოლაპარაკებების არ გახსნა სხვადასხვა მანამდე იყო 70 მილიონი ევროს დაახლოებით სესხის არ გამოყოფა ასეთი სამარცხვინო ასე ვთქვათ სპეკულაციებით დაიწყეს და ასეთივე სამარცხვინო სპეკულაციებით გააგრძელეს. ხო აი არჩევნებამდე ორი კვირით ადრე არ გამოგვიყვეს 70 მილიონი ევროს სესხი მანამდე ვარი თქვით პროფესორად ვერც მოასწრეს, ესეც ვერ დაალაგეს. მერე იყო კანდიდატის სტატუსის არ მინიჭება, მოლაპარაკებების არ გახსნა, შუაში გამჭვირვალობის კანონის რუსულ კანონად შერაცხდა და შემდეგ ასეთი მარტივი მანიპულაციებით ცდილობს ევროპული ბიუროკრატია გავიდეს ფონს, მოატყუოს ქართული ხალხი, იმდენად გაცვდა ეს ტყუილები რომ აქ ვიზა ლიბერალიზაციის თემა მას კი ამოწურა თავისი თავი როგორც ხალხის დაშანტაჟების ინსტრუმენტი. ამიტომ ძალიან მარტივად არის რეალურად აქ საქმე. აქედან გამომდინარე მე მაინც ვფიქრობ რომ ევროპული ბიუროკრატია არ გადადგავს სრულიად არაპრაგმატულ კონტრპროდუქტიულ ნაბიჯს მათთვის. დარჩენი ვნახოთ ასეც და ისეც რეალურად ვერც ეს მანიპულაცია ვერ იქნება ვერავითარ შედეგზე გათვლადი. თქვენ აი როდესაც deep state-ზე საუბრობდით დღევანდელ წერილში ესეთი რამეც განაცხადეთ რომ ხელისუფლების ყველა შტო გავწმინდეთ აგენტურისგან კონკრეტულად მოკლედ რა იგულისხმებოდა ვინ დატოვა თანამდებობები იგულისხმობთ აი რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში იმიტომ რომ გულისხმობთ ესე იგი საკუთარ ხელისუფლებას ამ შემთხვევაში უკვე ხო ჩვენ მოგვიწია თავის დროზე გარკვეული ტაქტიკური ნაბიჯების გადადგმა იმისათვის რომ მათ შორის კონკრეტულ მომენტებში მოგვიგოთ რომ მაგალითად ამის გამო პარლამენტში მოგვიწია აგენტურის შეყვანა პრემიერ-მინისტრის თანამდებობასაც კი იკავებდა თავის დროზე უცხოელი აგენტი ხო თუმცა გუნდი გაიწმინდა დღეს არც აღმასრულება პრინციპში გახარიას ისტორია მონაყოლი მაქვს არაერთხელ იგი ან გიორგი გახარიას პირდაპირ სარი გაიცმა სწორედ deep state-დან როდესაც მან შეინარჩუნა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობა და შემდეგ სწორედ ამ ზარის გათვალისწინებით კი ბატონო გახდა შემდეგ პრემიერ-მინისტრი. ასევე მინდა შეგახსენოთ რომ 2016 წელს 10-ზე მეტი რეალურად აგენტი მოხდა
საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების სიიდან და 2019 წელს პრინციპში თვითონ გაგვიწმინდა საკუთარი გუნდი. გახარია შემთხვევაში იგივე მოხდა. ანუ რეალურად საბოლოო ჯამში Deep State-მა გადააყენა გახარია თანამდებობიდან, რო არ გადაეყენებინა პრინციპში მათთვის შეიძლება უფრო მომგებიანად წარმართული იყო სცენარი, თუმცა ჩათვალეს რომ მაშინ პოპულარული იყო გახარია და მისი გადადგომით სერიოზულ პრობლემებს შეგვიქმნიდნენ. 2019-ში ეგონათ რომ პარლამენტიდან როცა გაიყვანეს აგენტურა ჩამოიქცეოდა ქართული ოცნების გუნდი, ვერ გათვალეს ვერც იმ შემთხვევაში, ვერც ამ შემთხვევაში. ხო დღეს თლიანად გაწმენდილია ჩვენი გუნდი აგენტურისგან და გუნდი თლიანად შედგება იმ ადამიანებისგან, რომლებიც იცავენ სახელმწიფო ინტერესებს და ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ ამ სიტუაციაში მით უმეტეს მანიპულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ეფექტი. თქვენ ასევე ამ კონტექსტში განაცხადეთ, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს გონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება და ლევან ხაბეიშვილის თემაზე საუბრობდით, რომ მას აფინანსებდნენ და ასე შემდეგ. ბუნებრივია გაჩნდა ინტერესი და ითქვა კიდეც თქვენი ოპონენტების მხრიდან დასახელდა, რომ ყოფილ პრემიერს გულისხმობდით, სუსის ყოფილ ხელმძღვანელს, ვინ იგულისხმებოდნენ ამ ადამიანებს. შეგიძლიათ გითხრათ, ანუ ის ადამიანები, ვინც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილი, თქვენი გუნდის წევრები იყვნენ და აფინანსებდნენ ოპოზიციას თქვენს წინააღმდეგ. ნუ პირველ რიგში ერთი რამ მინდა აღვნიშნო, გარკვეული სპეკულაციები მოყვა ჩემ ამ განცხადებას და ითქვა, რომ ქართული ოცნების წარმომადგენლები აფინანსებდნენ ნაცებს, ასეთი მესიჯები მოისმინე, გზავნილები მოისმინე. ხო, რეალურად რაში იყო საქმე და რაში არის საქმე? სადაც საქმე გვაქვს კორუფციასთან, იქ არ არსებობს პოლიტიკური კუთვნილება. კორუმპირებული არის კორუმპირებული. თუ კაცი არის კორუმპირებული, ის არ არის არც ქართული ოცნება და არ არის არც ნაცი. აი მაგალითები დავასახელე ნაცების შემთხვევაში, არც ნოდარ მელაზია სინამდვილეში ნაცი და არც ლევან ხაბეიშვილია ნაცი. ორივე არიან კორუფციის ბეთრქული შვილები, ნოდარ მელაძეს და ხაბეიშვილის. ხო, როცა ფულზე იყიდება კაცი, იმას პოლიტიკური კუთვნილება აღარ აქვს. მართალია ნაცების ტელევიზიაში მუშაობს ერთი, ნაცების თავმჯდომარე იყო მეორე, მაგრამ თუ ფულზე იყიდება კაცი, მას აღარ აქვს რეალურად პარტიული კუთვნილება, ხო? ანუ რეალურად ნაცებთან არის დაკავშირებული ორივე, პირდაპირ ინსტიტუციურად, ასე ვთქვათ, ერთი ნაცების ტელევიზიაში მუშაობს და ხო, ნაცების ტელევიზიაში მუშაობს და მაგრამ პარტიის თავმჯდომარე მელაძეც იგივეა, ხო, ანუ ერთი არის ნაცების ტელევიზიის ლიდერი და მეორე არის ნაცების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ხო, მაგრამ არც ერთი არ არის ნაცი, ორივე არის კორუმპირებული, ფულზე გაყიდული. იგივე ეხებათ იმ ადამიანებსაც, რომლებსაც მე გულისხმობდი, რა თქმა უნდა, აქ არ შევალ სახლების და ბარებში, მაგრამ რეალურად იგივე ეხება ამ ადამიანებსაც. ესენიც არ იყვნენ ქართული ოცნება, როდესაც ადამიანი ფულზე იყიდება, იმას აღარ აქვს პარტიული კუთვნილება. იქ არის უკვე რაღაცა ვიწრო სუბიექტური მერკანტილური ინტერესები და ამასთან ქონდა ჩვენ რეალურად საქმე და ეს არის. ანუ თქვენი გუნდის წევრებს გულისხმობთ. იგი რა თქმა უნდა პირდაპირ თქვი ეს. არა, ეს პირდაპირ თქვი. უბრალოდ კიდევ ერთხელ გაიმერებ, რომ თუ ადამიანი ფულზე იყიდება, მას აღარ აქვს არავითარი არც პარტიული კუთვნილება და არც არანაირი. და მიდის რაიმე გამოძიება ამ თემაზე, მაგალითად, იმას რატომ გულისხმობთ, თუ კორუფციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვიხილეთ დაკავებული ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილე, იყო საუბარი სხვა პირებზეც, რომ შესაძლოა დაინტერესდეს გამოძიება, მე რიჟვაძეს თემაზეც მინდა კითხოთ, მაგრამ ჯერ მანამდე ვიკითხავ, რომ ანუ შესაძლოა სხვა პირებიც ვნახოთ პასუხისგების ქვეშ და მაღალი თანამდებობის პირები, მაშინ ასე კითხავთ, რადგან არ ასახელებთ. ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი, თუმცა გამოძიებასთან დაკავშირებით მე ვერ გაგცემთ პასუხს, იმიტომ რომ საქართველოში მოქმედებს კონსტიტუციური სისტემა და გამოძიება არის კონკრეტული ორგანოების საქმე, ეს არის პირველ რიგში პროკურატურა. ამაზე პასუხს გაცემა შეუძლიათ მხოლოდ შესაბამის უწყებებს, ხო, სამართალდამცავ ძალოვან სტრუქტურებს, შესაბამისად მე ვერ ვიქნები ამ შეკითხვის ადრესატი. ზოგადად რა თქმა უნდა, ყველაფრის გამოძიება არის მნიშვნელოვანი. ასევე კორუფციას უკავშირებენ თქვენი ოპონენტები თორნიკე რიჟვაძის ინციდენტსაც, აჭარის ყოფილი თავმჯდომარეს გულისხმობ, თქვენ ისრები ოპოზიციისკენ გადაიტანეთ, ანუ განცხადებები აქეთ-იქიდან მოსმენილი გვაქვს, თუმცა რას უპასუხებთ ამას, როდესაც საუბარია, რომ აქ საუბარი იყო მის კორუფციულ რაღაც თემებზე და სწორედ ამას მოყვა ეს უსიამოვნო ისტორია და რა ეტაპზეა გამოძიება, თქვენ თქვით, რომ რაღაც პირადად ხართ დაინტერესებული, რომ ეს გამოძიება კარგად წარიმართოს და პირად კონტროლზე გაქვთ ეს საქმე, რა ეტაპზეა ახლა გამოძიება და თქვათ რა კვალი იკვეთება მაშინ ამ საქმეში, თუ გაქვთ უკვე ინფორმაცია. ნუ აქაც ერთ საინტერესო გარემოება იყო, როდესაც საუბარია კორუფციულ ბრალდებებზე. თუ ვინმე
ახმოვანებდა ასეთ ბრალდებებს, ეს იყო სწორედ იგივე ხაზი, ხო? ეს იყო პირველ რიგში პირველი იგივე ნოდარ მელაძის ხაზი და ასევე იყო ერთ-ერთი ჟურნალისტი ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში თორნიკე რუჟაძის წინააღმდეგ გავრცელებდა ბრალდებებს კორუფციასთან დაკავშირებით და კონკრეტულად ბარიგების ფარველობასთან დაკავშირებით. და თქვენ რო გაიხსენოთ თორნიკე რუჟაძის წერილი, აქ საუბარია სწორედ კორუფციულ ბრალდებებზე და ბარიგების ფარველობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე. ეს კონკრეტული ბრალდება, ბოლო ბრალდება განსაკუთრებით ეს ბარიგების ფარველობა ეწერა ერთ-ერთი კონკრეტული ადამიანის პოსტში, რომელიც ლევან ხაბიაშვილთან და ნოდარ მელაძესთან ერთად ის იგივე წყაროზე, კორუფციულ წყაროზე, რომელზეც ეს ადამიანებიც ისხდნენ. ნუ აქ ყველაფერი დღესავით ნათელია, ხო, ვიღაცას უნდოდა ზეწოლის განხორციელება თორნიკე რუჟაძესზე და ასეთ ბრალდებებს აწერინებდა მის მიმართ. კონკრეტულ პირის ხომ როცა ამბობთ რომ აი ამას აწერი, მე გავიდა პირიან პირები, ხო, ეს შეიძლება იყოს ხო კონკრეტული პირიან პირები, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ვიცით მაგალითად უწყისი მაქვს ნანახი სადაც ხაბიაშვილს ჰქონდა კონკრეტული მეცახელი მიკუთვნებული და შესაბამისად ვიცით წყარო რა იყო ამ დაფინანსების კი ბატონო მეცახელი ეს იყო წყაროც ვიცით რა იყო და ნუ შესაბამისად კონკრეტული პირები იგულისხმებიან რა თქმა უნდა ხო ანუ კონკრეტული პირი თუ პირები ეს მაინტერესებდა და კიდევ ერთი საკითხი და მე მინდა არჩევნებზე გადავიდე უბრალოდ კიდევ ერთი საქმე რომელიც ბაჩიაშვილს უკავშირდება აქაც ორგვარი ინფორმაცია გვესმის ანუ თავად ბაჩიაშვილი ამტკიცებს რომ ის სპეციალურად მოვლენილმა მსჯავრდებულმა ქსნის ციხიდან სცემა და მას ფიზიკურად გაუსწორდა ვნახეთ პენიტენციურის განცხადება რომელმაც თქვა რომ ეს იყო თანამესაკნი თუ იქვე მოკლედ ყოფილი მსჯავრდებული და მათ შორის მოხდა ინციდენტი რეალურად ამ ეჭვების გასაფანტად იმიტომ რომ არსებობს ეჭვები თქვენს ოპონენტებში შესაძლოა საზოგადოების ნაწილში თუ რა მოხდა იქ თუ იგეგმება ამ სათვალთვალო კამერების ან გასაჯაროება რაზეც მუდმივად საუბრობს დაცვის მხარე თუ აი მოკლედ როგორ გრძელდება ეს ისტორია ბაჩიაშვილის რაზეც ისმის ბრალდებები თქვენი მისამართითაც ხელისუფლების მე მგონი რომ ყველა ხელმისაწვდომი მასალა აუცილებლად უნდა გასაჯაროდეს პირველადი განცხადება გაკეთდა პენიტენციური სამსახურის მხრიდან საუბარი იყო იმაზე რომ მოხდა ჭუბი ორ პატიმარს შორის დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ და ეს გამოძიებაც არის დაწყებული იმიტომ მე გამიჭირდება რაიმე კონკრეტული კომენტარის გაკეთება რა თქმა უნდა ყველაფერი მნიშვნელოვანია რატომ დაიწყო როგორ დაიწყო რა იყო მიზეზი ეს ყველაფერი უნდა დაადგინოს ბუნებრივია გამოძიება ანუ ინფორმაცია გასაჯაროდება მე რო თქონდა ეს დამატებითი ინფორმაცია მაგას ვერ ვიტყვი იმიტომ რომ ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე უწყებებმა უნდა დაადონეს ინფორმაცია კარგი რაც შეეხება არჩევნებს მოდის არჩევნები თქვენ ამ კვირაში უკვე კანდიდატის უნდა დაასახელოთ და არის ფონი ასეთი რომ პატიმრობაში რჩებიან ოპოზიციური ლიდერები და ამაზე რა თქმა უნდა დასავლეთს აქვს თავის რეაქცია ნუ 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი განცხადებაც ვიხილეთ ამ თემაზე როგორ ფიქრობთ როგორ აღიქვამს საერთაშორისო თანამეგობრობა იგივე ამ არჩევნებს როდესაც ოპოზიციური ლიდერები საპატიმროში არიან და რას პასუხობს საქართველოს ხელისუფლება თუნდაც ამ საგარეო მინისტრებს თქვენ ხშირად საუბრობთ ევროპარლამენტარებზე აკრიტიკებთ ამბობთ რომ რაღაც ამ ძალებთან კავშირი აქვს მაგრამ აქ არ უკვე საგარეო მინისტრებზე საუბარი ისინი თავიანთ ქვეყნებს წარმოადგენენ და 17 ქვეყანაზეა საუბარი ხო მე მახსოვს არა 17 არამედ 27 ელჩის დემარში იმასთან დაკავშირებით რომ სააგასტოს სჭირდა დემენცია და კვდებოდა ციხეში ამის შემდეგ ნახეთ მოხდა სასწაული პირველი პაციენტია დემენციით დაავადებული რომელიც განეკურნა 27 ელჩი მივიდა დემარშით იუსტიციის მინისტრთან ეს მინდა შეგახსენოთ მაგრამ სასაცილოა რეალურად ეს იქნებოდა რაღაც ანეკდოტი, იუმორი, რომ არა სინამდვილე, ხო? ანუ რეალურად 27 ელჩი მივიდა იუსტიციის მინისტრთან და მოითხოვა სააკაშვილის გათავისუფლება ამ კონკრეტული საბაბით. ნუ 17-ის კიდე არა უშავს 27-თან შედარებით. ნუ ეს არის კონტექსტი, ხო? ანუ ფასი აღარ აქვს უკვე არაფერს. 17 კი არა 27 ქვეყნის წარმომადგენელი რაღაცას რო ამბობს, შეიძლება ეს იყოს სრული ტყუილი, ხო? თან შეგნებული ტყუილი, ყველა მიცოდა რომ არაფერი არ ხდებოდა. ყველა მიცოდა რომ არაფერი არ ხდებოდა, თუმცა რეალურად 27 ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლის ელჩის დემარში ვიხილეთ ჩვენ საქართველოში სააკაშვილთან დაკავშირებით. ნუ შესაბამისად ასეთი მარტივი ტყუილები აღარავის უგვერს, არც სპეკულაციები, არც მანიპულაციები. ხო, მაგრამ ოპოზიციის ლიდერები არიან საპატიმროში. ხო, რაც შეეხება პატიმრობას, პარტიები არიან, ვინც არჩევნებში მონაწილეობენ, პირველ რიგში, რატომ არიან პატიმრობაში? ხო, მას ხონდა შევყვეთ. კანონი, რომლის საფუძველზეც ამ პირებს შეეფარდათ პატიმრობა, საქართველოში მოქმედებს უკვე 30 წელი. ეს არის პარლამენტის რეგლამენტი,
რომელიც დამტკიცდა თავიდან 1995 წელს თუ არსები დღევანდელი ვერსია პირვანდელი სახით და თავიდანვე ევროპული სტანდარტების შესაბამისად მითითებული იყო რომ თუ ვინმე არიდებდა თავს საგამოძიებო კომისიაში მისვლას მას შეეფარდებოდა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა. ხო, ანუ 30 წლიანი ისტორია აქვს ამ მოხსეს ერთი. მეორე არის 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განსაზღვრული კანონით, ჯერ რეგლამენტით და შემდეგ სისხლის სამართლის კოდექსით. და ამ პირებს შეეფარდა 7-8 თვით თავისუფლების აღკვეთა, ხო? დანაშაული რო იქნა ჩადენილი ამ დისპოზიციის მიხედვით, ეს არის ყოველთვის ნათელი, ხო? წერია პირდაპირ მარტივი რამ სისხლის სამართლის კოდექსში და რეგლამენტში. რომ პირს ევალება კომისიაში მისვლა თუ არ მივა 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არის გათვალისწინებული. არ მივიდნენ თან უხეში ფორმით გააკეთეს ეს, რაც არის დამამძიმებელი გარემოება, ხო? უხეში ფორმით თქვენს უარი კომისიაში მისვლაზე და შეეფარდათ 1 წელიწადზე ნაკლები საშელი 7-8 თვე. ნუ სამართლის უზენაესობას თუ ვინმე ცემს პატივს, ყველაფერი არის დღესავით ნათელი. მაგრამ არა, აქაც სამართლის უზენაესობა საქართველოში არ უნდა მოქმედებდეს. არის სხვა ქვეყნები ჩვენს გარშემო, სადაც პოლიტიკოსებს იჭერენ, დეპუტატებს იჭერენ, მაგრამ პირიქით ეს არის შესაძლებელი ამბავი. საქართველოში არ შეიძლება რა თქმა უნდა არც ერთი პოლიტიკოსის დაჭერა. ხო, ეს არის კიდევ ერთი ფაქტორი, ხო? არჩევნებთან დააკავშირეს თან ეს ყველაფერი. რომ აი არჩევნები ამ პირობებში შეიძლება კონკურენტულად ვერ შეფასდეს, ხო? გამოვიდა ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ ყაბულაშვილი და განაცხადა, რომ ყველა ეს პოლიტიკოსი, რომელიც განაცხადებს, რომ სურს არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი განცხადებით მიმართავს პრეზიდენტს, იქნება დაუყოვნებლივ შეწყალებული, ხო? თან ახლა აქ აღიარებაზეც ხო აღარ არის საუბარი, ხა არ ვაღიარებთ მიხეილ ყაბულაშვილს და სისულელები ისმის, ხო? თუ ყაბულაშვილის შეწყალებას არ აღიარებ, ყაბულაშვილის და გობახიძის მიერ დანიშნულ არჩევნებს რანაირად აღიარებ? აი ნახეთ სად არიან გაჭი, აქ ხდება მარტივი რამ. Deep State-მა გადაწყვიტა, რომ გამოეყვანა ეს ადამიანები პარლამენტიდან და შეეყვანა ციხეში. აი ეს არის რეალობა. ეს ხო ჩვენ არ იმიტომ რომ რადიკალიზაციის სცენარია. აი უკვე სასოწარკვეთილი რაღაც რადიკალიზაციის სცენარია, რაც ჩვენ ხედავთ, ვერანაირად ვერ აირია ეს ქვეყანა, რომ ჩართულიყო ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი და ეს არის რაღაცა კიდევ ერთი უსისური მსვლელობა, რომ ჩვენ ქვეყანაში წაახალისონ რადიკალიზაციის სხვა რა ახსნა აქვს, ხო? რეალურად თქვენ წარმოიდგინეთ პარლამენტში შევიდა ეს თელი ოპოზიცია 61 მანდატით. უპრეცედენტო მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ხო? 61 მანდატით შევიდა პარლამენტში ოპოზიცია. ამ დროს ვარს ამბობ ამ მანდატებზე 4 წელი შენ შეგიძლია აგრიფო რესურსი, როცა ამ ხელა რესურსი გაქვს პარლამენტის მანდატების სახით. კი, რა თქმა უნდა, ტრიბუნა ყველაფერი დღეს საერთოდ გააქრეს, საერთოდ დაიკარგა მთელი ეს ოპოზიცია, ხო? რატომ? იმიტომ რომ აი ბოლომდე გაწყვეტაზე მუშაობენ, რადიკალიზაციის მაქსიმალური სცენარია დაგეგმილი და ამის გამო გამოიყვანეს პარლამენტიდან, შეიყვანეს ციხეში. ეს ხო ჩვენ არ ჩვენ მარტივად ვაცხადებთ რას, რომ არის კანონი. კანონს უნდა წეს პატივი ყველა. და უფრო მეტიც გამოვიდა მიხეილ ყაბულაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი და მან განაცხადა, რომ კანონდამრღვევებსაც კი შეიწყალებს, თუ ისინი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რა ხო დღესავით ნათელია ყველაფერი, ვის აქვს ეს თვითმიზანი, რომ შეიყვანოს ეს ხალხი ციხეში და ვის არ აქვს. შენ რო ქონოდა თვითმიზანი, რა თქმა უნდა სხვანაირად ვიმოქმედებდით, ხო? ხო, მაგრამ აი გახარია ეს მაგალითად რომ ის მივიდა საგამოძიებო კომისიაზე გამოცხადდა ხო მეორეჯერაც ონლაინ ჩაერთო თქვა კომისიის თანხმობის შემდეგ და ანუ ამ მიმართულებით მან ცადა რომ ამ საპატიმროსთვის თუნდაც თავი აერიდებინა და რაღაც კანონი დაეცვა. მაგრამ მიუხედავად ამისა ის დღეს იმყოფება საზღვრებს გარეთ, როგორც ამბობს არც აპირებს ჩამოსვლას, ანუ ამბობენ რომ ის ფაქტიურად გაექცა მართლმსაჯულებას და არის ეს ჩორჩანას საკითხზე და შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხი რეალურად დადგეს ამ საქმეზე, იმიტომ რომ თქვენი ოპონენტები ამბობენ რომ ანუ ასე მოიქცევით თუ ისე მოიქცევ ერთხელ ოპოზიციის წარმომადგენელმა მითხრა რომ აი რატომ არ მიხვდით კომისიაზე რომ ვკითხულობდი, გახარია რომ მივიდა რა მნიშვნელობა აქვს, მაინც მოუგონეს სხვა საქმეო, მათი დამოკიდებულება ასეთია. რეალურად ამ კონკრეტულ საქმეებზე, რადგან იურისტი ვარ, შემიძლია მარტივად თქვა, პატიმრობის შეფარდებას ჭირდება არაერთი და 2 თვე. მეტი. რას არის გაქცეული ეს კაცი არ ვიცი, რა შეშები აქვს. ფაქტია რომ გაქცეულია ქვეყნიდან, ხო? ანუ მას ყოველ შემთხვევაში არჩევნებამდე არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. ხო, მასაც განცდა რომ ის რომ დაბრუნდება იურისტი ვამბობ ამას, რომ მას არჩევნებამდე ყოველ შემთხვევაში არავითარი პატიმრობა
არ ემუქრებოდა. მე როგორ წავა ეს საქმე, მაგას მე ვერ ვუტყვი, ხო? ეს არის პროკურატურის და შემდეგ სასამართლოს გადასაწყვეტი. მას შეეფარდება თუ არა საშელი კონკრეტული დანაშაულისთვის, ჯერ ეს არის სამართლებრივად დასადგენი. ეს მე არ ვიცი, მაგრამ რეალურად არჩევნებამდე მას არავითარი პატიმრობა არ ემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, გაიბარა ქვეყნიდან, არის გაქცეული და დღეს რაღაც საბაბებს იგონებს იმისათვის, რომ გაამართლოს ქვეყნის გარეთ ყოფნა. ნუ თავის შეშები აქვს ამ კაცს, ამიტომ არჩევნებთან არავითარი კავშირი არ აქვს რეალურად მის გაქცევას ქვეყნიდან. რაც შეეხება დანარჩენებს, კიდევ ერთხელ არის კაფეო განცხადება გაკეთებული. როგორც კი იტყვიან, რომ სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და მიმართავენ ამ განცხადებით საქართველოს პრეზიდენტს, მაშინვე ყველა იქნება შეწყალებული. თუ არ მიმართავენ, გამოდის რომ ვიცით მათი პოზიცია, ისინი ღიად ამბობენ, რომ არ მიმართავენ, აი როგორი საარჩევნო გარემო და წინა საარჩევნო კამპანიას ხედავთ იმ ფონზე, როცა მონაწილე პარტიების ლიდერები, გულისხმობისებრ ლელოს და გახარია საქართველოს პარტიას არ იქნებიან კამპანიაში ჩართულები და როგორ რამდენად რაღაც დემოკრატიულ სამართლიან არჩევნებად შეფასდება იგივე საერთაშორისო პირველ რიგში ეს არ არის, პირველ რიგში რაც უნდა ითქვას, ეს არ არის საპარლამენტო არჩევნები, ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აქვთ კონკრეტული ფუნქციები. და ამ ფუნქციების გათვალისწინებით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ ითვლება როგორც ასეთი პოლიტიკური შინაარსის არჩევნებად, ხო, ამ სიტყვის ვიწრო გაგებით, ხო? ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნქცია რა არის? ხო, ზრუნვა ინფრასტრუქტურაზე, კეთილმოწყობაზე, წყალმომარაგება და ასე შემდეგ, ხო, არის კონკრეტული ფუნქციები, რომელთა განხორციელებითაც არის დაკავებული ადგილობრივი თვითმმართველობა. ამიტომ თვითმმართველობის არჩევნების გამოყენება თუ უნდა ვინმეს რაღაც დელეგიტიმაციის ფონის შესაქმნელად, ეს აბსოლუტურად უსწორი მცდელობა, იმიტომ რომ ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასეც და ისეც. ეს იქნება აბსოლუტურად ჯანსაღი არჩევნები. მიიღებს არაერთი პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას ასეც და ისეც. შესაბამისად, ან თუ იმეს კიდევ ერთხელ გაიმრებ, უნდა რომ რაღაცა ამ დელეგიტიმაციის საქმის შესაქმნელად გამოიყენოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, მასში კონკრეტული პოლიტიკოსების თუ პარტიების არ მონაწილეობა, ეს არის რა თქმა უნდა აბსოლუტურად უსუსური მცდელობა. და რაც შეეხება კონკრეტულად ორ პარტიას, ეს არის ნაცმოძრაობა და ახალი, რომელთა წარმომადგენლებიც არიან მათ შორის დღეს საბატიმროში. ისინი თავიდანვე აცხადებდნენ, დიდი ხანია უკვე აცხადებდნენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. ამიტომ მხოლოდ ორი პოლიტიკოსია, რომელსაც გაცხადებული ჰქონდა და გაცხადებული აქვს მიზანი, რომ მათმა პარტიამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ეს არის ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე. არის ორადორი პოლიტიკოსი. როცა კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები განაზოგადებენ ამ ჩამონათვალსაც, ეს ხო მარტივი მანიპულაცია. მხოლოდ ორ პოლიტიკოსზე შეიძლება იყოს საუბარი, ხო, ეს არის ხაზარაძე ჯაფარიძე. ორივე ერთი პარტიის ლიდერი, ორივე ერთი პარტიის კი. მაგრამ კიდევ ერთხელ მათაც ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული. არ აღიარეს არც პარლამენტი, არც საგამოძიებო კომისია, დღესაც არიან იგივე რეჟიმში, არც პრეზიდენტს აღიარებენ. ახლა როგორ გინდა თან პირდაპირ უხეშად კანონმდებლობა დაარღვიო, დანაშაული ჩაედინო და თან ყველა პრივილეგიით ისარგებლო, ეს რა თქმა უნდა აბსოლუტურად არასწორი მოლოდინია. და ბატონო ირაკლი, როდესაც საუბრობთ ამ ევროპელ ლიდერებზე და მათთან დაძაბულ ურთიერთობებზე და ასე შემდეგ, ხშირად საუბრობენ ხოლმე ეკონომიკურ ნაწილზე, რომ ეს, იმიტომ რომ თქვენი მხრიდან ხშირად ისმის დაპირებები ამ ეკონომიკის წინსვლაზე, ეკონომიკურ ზრდაზე ხშირად კეთდება აქცენტი, რომ რაღაც წინ მიდის ქვეყანა და ასე შემდეგ, თუმცა თქვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ასეთი გაფუჭებულ ფონზე, მით უმეტეს თუ ეს უვიზო მიმოსვლა შეჩერდა, ეს გავლენას იქონიებს ინვესტიციებზე, ბიზნესზე, ასე შემდეგ და ხედავთ თუ არა ამ საფრთხეს და როგორ აპირებს ქვეყანა დაიჭიროს ეს ეკონომიკური ზრდა თუ ეკონომიკური მდგომარეობა ქვეყანაში, თუ კი ასე განვითარდა მოვლენები. ჩვენ გვაქვს ძალიან ჯანსაღი ეკონომიკური გარემო ზოგადად და გვაქვს ძალიან ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკა. და ამის შედეგია სწორედ ის, რომ 4 რევოლუციის ცდელობის მიუხედავად ჩვენ შევძელით და პირველ ადგილზე გავედით ფართო რეგიონში და ევროპაში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. იყო უამრავი ხელოვნური დაბრკოლება ამ გზაზე შექმნილი, მაგრამ ამის მიუხედავად ჩვენ პირველ ადგილზე ვართ 4 წლის მაჩვენებლით, საშუალო მაჩვენებელი იყო 9.4%, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდით. და რა თქმა უნდა გაგრძელდება
ამ კუთხით მუშაობა და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ველოდებით, მათ შორის ძალიან კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა კორუფციის შემცირების მიმართულებით, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიმართულებით, განსაკუთრებით ამ ბოლო 2-3 თვეში შესაბამისად ველოდებით იმას, რომ ტემპი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. რა თქმა უნდა, სამწუხაროა ეს რეალობა, რომელიც არის შექმნილი მუდმივი შანტაჟი, მუდმივი ზეწოლა, მაგრამ ამის მიუხედავად იმდენად ჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და გარემო აქვს ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ ვახერხებთ პირველი ადგილის შენარჩუნებას წარმოედგინეთ ფართო რეგიონში და მთლიანად კონტინენტის მასშტაბით. ამ 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოლდოვაზე შედარებას ვაკეთებთ ხოლმე. 4 წლის განმავლობაში ჩვენ მოლდოვის ეკონომიკასთან, ჩვენი ეკონომიკის სხვაობა გავზარდეთ 11.1 მილიარდი დოლარით. აი არის წარმოუდგენელი შედეგი. სხვაობა გაიზარდა 11.1 მილიარდი დოლარით. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ბიუჯეტებს შორის სხვაობაც გაიზარდა 3 მილიარდი დოლარით დაახლოებით ამ 4 წლის განმავლობაში. ეს რის შედეგია, რომ მოლდოვაში ყვავის კორუფცია, მოლდოვაში სუსტია ინსტიტუტები, აქვთ არაჯანსაღი ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური გარემო, არ არის არც დემოკრატია, არც ადამიანის უფლებები, შესაბამისად არ ვითარდება არც ეკონომიკა. ჩვენ გვაქვს რადიკალურად განსხვავებული ვითარება და მიუხედავად იმისა, რომ არის მუდმივი ზეწოლა, შანტაჟი, რევოლუციის ცდილობები, მაინც ახერხებს ჩვენი ქვეყანა პირველი ადგილის შენარჩუნებასთან, რა თქმა უნდა, გავაგრძელოთ ამაზე მუშაობა და რაც შეეხება ვიზა ლიბერალიზაციას, აქაც სპეკულაციები არის უამრავი სპეკულაცია. გავლენა მოახდინოს. აბსოლუტურად არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას ეკონომიკის ზრდასთან. აქ საუბარი ერთადერთ რამეზე. ვიზის რიგში ჩადგები თუ არ ჩადგები. საქართველოს მოქალაქეები ვინც იქ მუშაობენ, არავითარი ახლა რაც შეეხება მაგაზეც გეტყვით. დიდ ბრიტანეთში ვიზის რიგში დგებიან ჩვენი მოქალაქეები, ტექნიკური საკითხია, ხო რა თქმა უნდა, დისკომფორტია, მაგრამ ვიზას აიღებ და მიდიხარ დიდ ბრიტანეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ანალოგიურად დგები ვიზის რიგში, მიიღებ, არ მიიღებ, შესაბამისად წახვალან არ წახვალ ამ ქვეყანაში, მაგრამ ეს რა თქმა უნდა ეკონომიკაზე არ აისახება. ერთი მინუსი რაც აქვს ვიზა ლიბერალიზაციას, ეს არის რა თქმა უნდა მიგრაციის სახალისება. და ეს გამოჩნდა იგივე ლიტვის და ლატვიის მაგალითზე. როცა ევროკავშირის წევრი გახდა უკვე ლიტვა და შესაბამისად მოიხსნა ეს სავიზო რეჟიმი და ასევე ლატვია, ერთ ქვეყანაში 600,000-ით შემცირდა მოსახლეობა და მეორე ქვეყანაში 400,000-ით, ანუ ლიტვაში 600,000-ით, ლატვიაში 400,000-ით. რადგან? იმიტომ რომ სხვაობა არის მათ შორის ჯერ კიდევ საქართველოსა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის და ბუნებრივია, სადაც არის მეტი ეკონომიკა, იქითკენ წარიმართება მიგრაციული პროცესები და ვიზა ლიბერალიზაცია რა თქმა უნდა ამის სამახალისებელია. ვიზა ლიბერალიზაციის არსებობის პირობებში ბევრად მეტი ჩვენი მოქალაქე დარჩებოდა ქვეყანაში, შესაბამისად გაიზრდებოდა სამუშაო ძალა და ეს რა თქმა უნდა პირდაპირ აისახებოდა ეკონომიკური ზრდისნების დამატებით გაუმჯობესებაზე. აქედან გამომდინარე არის სერიალი სპეკულაცია, ეკონომიკასთან არავითარი კავშირი არ აქვს ვიზა ლიბერალიზაციას. თუმცა რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ეს სიკეთე ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია რომ ვიზოთ დადიან ჩვენი მოქალაქეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. აქედან გამომდინარე ჩვენგან თუ რაიმე არის გასაკეთებელი, ყველაფერს გავაკეთებთ. მოხონდა რა თქმა უნდა რაციონალურ ფარგლებში, მაგრამ ეს სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკური ზრდა, ვიზა ლიბერალიზაცია და შემდეგ ეს არის თავიდან ბოლომდე თითთან გამოწვეული, ნებისმიერი ექსპერტი ამასთან ადასტურებს. და ამავე მიმართულებით იწურება ჩვენი დრო, მაგრამ მინდა გითხოთ ბიზნესმენებთან შეხვედრის შესახებად, სადაც თქვენ გქონდათ დახურული შეხვედრა, თქვით რომ დღეს ბიზნესი არის აბსოლუტურად თავისუფალი, მაგრამ რა მოისმინეთ ბიზნესმენებისგან, ანუ მათ რა კონკრეტული მოთხოვნები აქვთ, არ ვიცი, აი თქვათ ხელისუფლების მიმართ, ან თქვენ რას გეგმავთ ბიზნეს სექტორის ხელშესაწყობა. თუ იყო ამაზე საუბარი, რაღაცნაირად ცოტა მოკლედ რომ მიპასუხოთ, მაგრამ მნიშვნელოვანია და მაინტერესებს. პირველ რიგში ყველა აღიარებს, რომ ბიზნესი აბსოლუტურად თავისუფალია და ეს კიდევ ერთხელ კაფეოდ გამოითქვა იმ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართა ბიზნესის წარმომადგენლებთან. და რა თქმა უნდა ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობა. მათ შორის იყვნენ ბიზნესმენები, რომლებიც ღიად გამოხატავენ ოპოზიციურ განწყობას. როდესაც საქმე ეხება არა რამდენიმე იყო ასეთი არაერთი რა თქმა უნდა ბიზნეს როცა ეხება საქმე იქ არის წითელი ხაზი ყველაფერი არავითარი არც დისკრიმინაცია არც შეზღუდვა და შემდეგ ბიზნესი იქნება სრულად თავისუფალი მომავალშიც და ისარგებლებს თანასწორად ყველა მიუფლებით რაც ნებისმიერ სხვა ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს ხო ანუ ყოველგვარი დისკრიმინაციის და
ჩარევის და შეზღუდვის გარეშე. ეს არის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და მას რეალურად ყველა ბიზნესმენი აღიარებდა, რომელიც იყო წარმოადგენელი ამ შეხვედრასიდან, რომელიც გამოთქვამდა საკუთარ მოსასწრებს. Რა თქმა უნდა, იყო კონკრეტული საკითხები, ძირითადად ეს ლოკალური საკითხები იყო და რა თქმა უნდა, ჩვენ დავპირდით ბიზნესმენებს, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გამოხატავდით ყურადღებას, დაინიშნა ახალი მინისტრი ქალბატონი მარიამ ფრიუშვილი და რა თქმა უნდა, მანაც დაადასტურა სრული ღიაობა ბიზნესის მიმართ და მათთან თანამშრომლობის მიმართ. შესაბამისად, ყველა პირობა იქნება მომავალში შექმნილი იმისათვის, რომ ბიზნესი განვითარდეს, ბიზნესზე დგას, რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა, სახელმწიფოს ფუნქცია ამისათვის საუკეთესო გარემო შექმნას, მაგრამ უშუალოდ სამუშაო ადგილებს ქმნის ბუნებრივია ბიზნესი, ადამიანებს ასექმნებს, ზრდის ეკონომიკის სიმძლავრეს, კერძო სექტორი და ბუნებრივია ჩვენი მხრიდან მომავალშიც უნდა გაგრძელდეს მხარდაჭერა, ხო? ანუ ეს იყო საერთო სულისკვეთება, რომელიც დაფიქსირდა ამ შეხვედრას. კარგი, და ბოლო კითხვა, მისევ არჩევნებს მივუბრუნდებით, თქვენ ამ კვირაში, ანუ ქართულმა ოცნებამ უნდა დაასახელოთ უკვე მერობის კანდიდატი, ასეა დაანონსებული და ძალიან პირდაპირ კითხავთ, იქნება ეს კახი კალაძე. ვიდრე არ გაიმართება პოლიტიკური საჭოს მანამდე ვერ დავასახელებ, ჩემი პრეფერენციის და ასე ვთქვათ სიმპათიების შესახებ არაერთხელ გამოთქვი საჯაროდ მოსაზრება. ნუ დარჩენი უკვე უნდა დავალოდოთ შესაბამის გადაწყვეტილებას, რომელსაც მიიღებს პარტიის პოლიტიკური საბჭო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა ბატონო ირაკლი, რომ პასუხობდით ჩვენს კითხვებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იყო ღამის კურიერის სტუმარი. მე დღეს ამით გემშვიდობებით.